სალამი მეგობრებო, ნაახალ წლებს შევიკრიბეთ, როგორც შეგპირდით არ ვაციებთ კერას, ჩვენი ყოველთვიური პოდკასტი კვლავ ეთერშია. კეთილი იყოს თქვენი ყური, თვალი და გული 2026 წლის პირველ ეპიზოდში. დღეს ჩვენ გვყავს განსაკუთრებული სტუმარი, მივესალმოთ ზურა ფიჩხაია. ზურა სალამი. გამარჯობა, ძალიან მიხარია რომ აქ ვარ და გილოცავთ ყველა ახალ წელს და დღესასწაულებს. ძალიან დიდი მადლობა პირიქით შენ და მე ვიცი შენ როგორი დაკავებული ადამიანი ხარ და ფაქტობრივად აეროპორტიდან ჩვენთან მოხვედი, რასაც ქვია ჰაერიდან ჩამოგხსენით და დღეს ძალიან დიდი მადლობა შენ რომ ყველაზე ძვირფასი დრო დაგვითმე. ასევე მინდა სანამ შენთან ერთად გავშლით თემებს და ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და ძალიან ბევრი რამე მაინტერესებს მაყურებელს მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ გულშემატკივრობს, ჩვენ არც ისე ძველგაზრდები ვართ, ეს მეხუთე ეპიზოდია. თქვენი გულშემატკივრობა, ნახვები, ლაიქები, გამოწერები ძალიან მნიშვნელოვანია. თებერვალში გვექნება საუბარი ხარისხის უზრუნველყოფის agile მიდგომებზე და თუ არ გინდათ რომ გამოგრჩეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ახლა კი შეგვიძლია რომ შევუდგეთ. ზურა, მოკლედ მე გულწრფელად გეტყვი, რომ ცოტა დაგსტალკე LinkedIn-ზეც, რაღაცა ინფორმაციები მოვიძიე. ჩვენ ერთ კომპანიაშიც გვიმუშავია, მართალია თანაკვეთა არ გვქონია, მაგრამ მაინც საერთო ბევრი მეგობარიც გვყავს. იმ ადამიანებისთვის, ვინც შენ არ გიცნობს, ორიოდე სიტყვით გითხარი, ვინ არის ზურა ფიჩხაია, რას მოღვაწეობს, საიდან მოდის და სად მიდის. და საინტერესო კითხვაა. რაც მარტივად დავიწყე კორპორატიული ცხოვრება, ესე იგი ბავშვობიდან მუშაობ, 17 წლიდან მუშაობ და დავიწყე კორპორატიული ბავშვობა, ხო, მაშინ ისე უფრო მარტივი იყო ადრე სამსახურის დაწყება. ყოშყოში დავიწყე საბანკო კარიერით და საკმაოდ ბევრი წელი გავატარე კორპორატულ ცხოვრებაში. 15-ზე მეტი ალბათ საბოლოო ჯამში. ვიყავი ბევრ სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის TBC-ის ფინანსური დირექტორის მოადგილეც ვიყავი, რისკების დირექტორის მოადგილეც, კორპორატიული მიმართულებითაც, სპორტის აშენებაც ვცადე ერთხელ თლად კარგად არ გამომივიდა, სამწუხაროდ მოკლედ ანაგლის სპორტს გულისხმობ. მაგრამ გამოცდილება ხო დაგჭა და ნასწავლი გაკვეთილები. კი, გამოცდილება ძალიან ბევრი, კი, გამოცდილება ძალიან ბევრი. ვიყავი ასე უძრავი ქონების ბიზნესში კორპორატიულ მხარეს და მე რაღაცა მომენტში გადავწყვიტე რომ ჯობია graduation-ი გავაკეთო entrepreneurship-ში და გადავედი entrepreneurship-ში. მანდაც დავიწყე რამოდენიმე ჯერ ერთი ბიზნესი, მე მეორე, ხან ერთი არ გამოვიდა, ხან მეორე არ გამოვიდა, საბოლოო ჯამში რაღაცამდე მივედი და ეხლაც უკვე ჩემი მიმართულებებით უძრავი ქონების მხარესაც და ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით საკუთარი ბიზნესები ჩამოვაყალიბე და ჯერჯერობით ესე მივდივარ და მე ვნახოთ. გადასარევი, ანუ ზურა, ნახე მე შენ ძალიან ბევრი მრავალფეროვანი გამოცდილება ჩამოთვალე. მე მინდა რაღაც ნაბიჯ მივყვეთ და მოდი დავიწყეთ აი იქიდან, სადაც დაიწყო შენი გარდაქმნა ლიდერულ, აი ესეთ მენეჯერულ პოზიციაში და მე რაც ნახე, Wharton-ი არის შენს ბექგრაუნდში. აი ეგ იყო ის მომენტი, როცა შენ თქვი რომ აწიმე, მინდა რომ უფრო entrepreneurial role-ში გადავიბარგო თუ მანამდე იყო ეგ. ციგო რა, თელს ხო რაღაცა ის მოусვენრობა რომ გაწუხებს რა და არჩენ არ გასწვენებს გამჩენი ხო მე სულ ამბობ ვინც მე მიცნობს ყველა გამოსვლაში მაგას ვამბობ. ეგრე გამოდის და ისე გამოვიდა მაშინ პატარა ვიყავი Wharton-ში როცა მოვხდი, ვიყავი 23 წლის, მეგონი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ვიყავი კურსში. მაგრამ 5 წლიანი სტაჟით. მაგრამ 5 წლიანი სტაჟით, კი, მაგრამ 5 წლიანი სტაჟით და მაშინ ყო ესეთი რო იყო, ეს უცხოეთში სწავლა იშვიათობა იყო ძალიან, იმიტომ რომ ინფორმაციის პოვნაძნელი იყო, ჯერბნელოდა კი ბატონო ზუსტად და რაღაცა მომენტში მივხვდი რომ განათლება მაკლდა. ანუ საქართველოში ისწავლე რაღაც დონემდე, მაგრამ აი ძნელია შენი თავი წარმოედგინო გლობალურ სკეილზე, თქვა. ამერიკელები უფრო მაგრები არიან თუ არა, მიდი და გაიგე ხო თუ არ წახვალ და არ ნახავ, ვერ აღიქواو, კარგი ხარ თუ არა, შეგიძლია გაკეთება თუ არა. ხო და მაგრამ შემაწუხა, გაწუხდა მოდი ვისწავლე სადმე მეთქი. და ვისწავლე სადმე
მე დავფიქრდი თუ სწავლა ბარემ კარგში ვისწავლე, მე კი დავგუგლე მაშინ ლისტი ტოპ ბიზნეს სკოლების და ვორტონი იყო პირველზე, Financial Times ლისტში იყო პირველი MBA მსოფლიოში და LBS იყო მეორეზე. გავაგზავნე პირველში და მეორეში და მესამემდე აღარ ჩასულხარ, ხო? არა, მე მესამეში გავაგზავნე, მაგრამ ყოველთვის ეს თვითონ ძალიან საინტერესო მოვლენაა ეგ, რომ აი ტოპ 3-ს მიაწექი. კი, და მოკლედ მეორე არ მიმიღო. ვეიტლისტზე დამსვა პირველმა მიმიღო და რაღაცა მოხდი ვორტონში. ეგ იყო ისტორია. მაგრამ ალბათ რაც მნიშვნელოვანია ყველაზე მეტს რასაც გასწავლეს MBA. რა თქმა უნდა, ცოტა მნიშვნელოვანია, რასაც გასწავლია, მაგარი პროფესორებია, მაგარი კონტაქტებია, მაგრამ გიხსნის მსოფლმხედველობას. ანუ ყოველთვის მეგონა რომ რამხელა დიდი მსოფლიო სადღაც გვერდზე ქვეყანაში გადახვალთ, მე რამხელა მიღწევა და იქ როცა წახვალ და სწავლობ, მე ხვდები რომ ძალიან პატარაა ეს მსოფლიო რეალურად. რასაც გინდა შეგიძლია მიაღწიო, სადაც გინდა შეგიძლია მიაღწიო და ამბიციების არ უნდა შეგეშინდეს. ალბათ ეგ იყო ესეთი ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი საბოლოო ჯამში. მაგარია და იცი რა მითხარი, აი მანდ უკვე მაშინდელ ბიზნეს სკოლაში, ანუ ეს რომელი წლებია, კი არ ვიცი, მაგრამ Agile-ის რამე ელფერი, ან ზოგადად ეს პროექტების მართვის, ანუ უფრო waterfall-ზე გელაპარაკებოდნენ მაშინ თუ რაღაცა უკვე იყო ელფერი, ანუ ეს mindset-ის, service leadership-ის და ასე შემდეგ. როგორ აიცი, მანდ თვითონ ეს Agile ესეთი მიმართულებით არ მიდიხარ, უფრო არის თვითონ რასაც გასწავლიან ბიზნეს სკოლაში, ხო? უფრო პრინციპების დონეზე გასწავლიან. ანუ არ გასწავლიან მაგალითად, არ ვიცი, საბანკო საქმე საგანს, ხო? ანუ არ გასწავლიან რომ გამოყვიდე კარგი უძრავი ქონების ექსპერტი, ეგეთ რაღაც არ გასწავლიან. გასწავლიან skills, რომელიც მე შეგიძლია გამოიყენო როგორც გინდა. და გაქვს სრული თავისუფლება რა skills-ებიც გინდა აკრიფო, ის skills-ები რომ ისწავლო. ანუ გარკვეულწილად ძალიან Agile მიდგომაა სწავლების მიმართ. იმიტომ რომ არ არსებობს პროფესია, რომელიც არის მუდმივი. და განათლება ხომ არა 3 წლით ან 5 წლით, ხო? იღებ განათლებას, რომელიც მე მთელი ცხოვრება გაყვება და თავარია მიიღო ის skills-ები, რომ მე მთელი ცხოვრება მოქნილად შეგეძლოს მიესადაგო იმ რეალობას დადგება. და რეალობა დადგება არავინ არ არის. და მიიღო გადაწყვეტილებები გაურკვევლობაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა. და ეს ჩემი აზრით Agile-ის ერთ-ერთი ისეთი კარგი საფუძველი იყო შენს ცხოვრებაში. მაგარია. ეხლა გავყვეთ მოდი რა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ჩვენ თუ გავყვებით ქრონოლოგიურად, რა თქმა უნდა, ეს CV-ს არ გადმოვშლით ეხლა, მაგრამ მე ჩავხედე მოკლედ LinkedIn CV-ს და ვიცი რომ არის შენს ბექგრაუნდში ისეთი კომპლექსური ერთ-ერთი შენ უკვე ახსენე, ხო, კომპლექსური პროექტები, რომლის სათავეშიც შენ მოგიწია ყოფნა, ზოგი ისე გამოვიდა როგორც გვინდოდა, ზოგი შეიძლება ვერ გამოვიდა ისე შედაგობრივად, მაგრამ ჩვენ აქ ამ პოდკასტში მეგობრებო შეგახსენებთ რომ ჩვენ აქ საუბრობთ პროდუქტის და პროექტის მართვის მიდგომებზე, მათ შორის Agile მიდგომაზეც და აქ ჩვენ გვაინტერესებს არა რა, არამედ გვაინტერესებს როგორ. და აი რომ გავყვეთ შემდეგ რა პროექტები გადაგხდა გზაზე და რა წინააღმდეგობები შეგხვდა, როგორ გადაჭერი ისინი. ნაბიჯ-ნაბიჯ, ხა ძალიან ბევრი კითხვა მოგაყარებ ერთობლივად. მოკლედ მოყვება ისეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საინტერესო რაღაცებს ალბათ რა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რატომაც დავბრუნდი საერთოდ საქართველოში ამერიკიდან, არ ვაპირებდი რაღაც პერიოდი, ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ გამოჩნდა ესეთი opportunity, რომ TBC ბანკი მაშინ აკეთებდა IPO-ს. და ეხა ბანკის IPO ლონდონის Stock Exchange-ზე კი ბატონო, გეგმა იყო ესეთი, მოკლედ საქართველოს ბანკი უკვე გასული იყო და TBC აპირებდა რომ გასულიყო და არ არის ესეთი ხშირი IPO-ში მონაწილეობის opportunity. და იმდენად საინტერესო პროექტი იყო, რომ გადავწყვიტე წამოსულიყავი ამერიკიდან და ამ პროექტში მანდაც არ მოგასვენა, ხო, გამჩენმა. რა თქმა უნდა. და მაგით დაბრუნდი საქართველოში, იყო 2011 წელს. სადღაც 3 წელი დაგვჭირდა, რომ გავუკეთებინა IPO. მაშინ მე ვიყავი ფინანსური დირექტორის მოადგილე და ფინანსების leadership-ით კეთდებოდა ეს პროცესი. ძალიან ბევრ დეტალებში რომ არ შევიდე, ურთულესი პროცესია. ყავს 10-ობით სხვადასხვა stakeholder-ი ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში. საკმაოდ მნიშვნელოვანი გარდაქმნები უნდა გაკეთო თვითონ ორგანიზაციის შიგნით, რომ შესაბამის governance-ის დონეზე ავიდეს. საკმაოდ დეტალური due diligence ატარებენ და შრომატევადი პროცესია და ეს ყველაფერი ერთობლიობაში უნდა შედგეს და მოხდეს. და პლუს მაგას
შეიძლება ყველაფერი კარგად გააკეთო, ძალიან მაგრად გამოგივიდეს, მაგრამ გარე ფაქტორები ყოველთვის მოქმედებს. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის პირველი 2014-ში დაიწყო ომი და ეგრევე ყველა IPO გაჩერდა. მე რაღაც კრიზისს დაემთხვა, ასევე ყველა IPO გაჩერდა. ანუ შეიძლება ყველაფერი იდეალურად გააკეთო, მაგრამ მაინც არ გამოგივიდეს. ალბათ agile-ის მხრივ რომ შევხედოთ, ხო? მაგ პროექტშიც და ალბათ ყველა სხვა პროექტშიც, ხო? მნიშვნელოვანია რომ მოქნილობა შეინარჩუნო. არასდროს ჩემი გამოცდილებით როგორც დაგეგმილი ქონდა, ზუსტად ეგრე არასდროს არაფერი არ გამოდის. ყოველთვის რაღაცა იცვლება, ყოველთვის არის რაღაცა გარეშე ფაქტორი, ყოველთვის რაღაცა არ მუშაობს ის როგორც უნდა იყოს, არის რაღაც სიურპრიზი და უნდა მოერგო და სწრაფად უნდა თქვა adjustment-ი გააკეთო შენც და გუნდმაც. იმიტომ რომ ბევრი ხალხი როცა მუშაობს ერთი მიზნისკენ და თან ძალიან დასტრესულ დედლაინებში, მაგათი мотиваციაც ყოველთვის შესანარჩუნებელია. საბოლოო ჯამში რა ვიცი, გამოვიდა IPO, საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო, როგორც საერთაშორისო დონეზე მუშაობის, ასე ვთქვათ, პროექტი მენეჯმენტის ბევრი სირთულეების გამკლავების. მეორე ალბათ მოვიყვანდი ანაკლიის პროექტს. ესეც ასევე ფართო მასშტაბური და არანაკლებ კომპლექსური, ხო? კი, ანაკლიის პროექტი ჩემი აზრით კიდევ ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე TBC ბანკის IPO. რადგან როგორ მოჩერდა მაგას თავი დავანებოთ, პროცესი იყო დაახლოებით მან დავიწყე ფინანსური დირექტორები ვიყავი და მებარა ამთლიანად fundraising-ი, კონტრაქტორებთან ურთიერთობა. ეს IBRD-ები და რაღაცები რო ჟღერდა, ეგეც შენ ზურგზე. ზუსტად 4 საერთაშორისო დიდი ბანკი იყო ჩართული, პლუს კაპიტალი equity-ის fundraising-ი იყო, პლუს ძირითადი ბევრი stakeholder იყო, მაგალითად პორტი ვინ უნდა მართოს, ხო? არავინ არ იცის პორტის მართვა საქართველოში. უნდა იპოვო ვიღაცა, ვისაც შეუძლია მართოს, უნდა შესაბამისი ბიზნეს მოდელი შექმნა, ამ ბიზნეს მოდელის შესაბამისად იურიდიული ხელშეკრულებები და მილიონობით სირთულეები. ფაქტიურად გამოვიდა რომ 4 წლის განმავლობაში აქტიურად მიდიოდა ეს პროექტი და 4 წლის განმავლობაში თვითმფრინავიდან არ ჩამოსულ ვარ. ხალხი ხომ იძახის ხოლმე რომ რა ვიცი რა კარგია ბევრი მოგზაურობა და დამიჯერეთ არ არის კარგი. ის რაღაცებს გავკვეთებია რომ ვიცი დილით ჩავფრენილობთ ლონდონში და 3-4 საათში უკან გამოფრენილობთ იმიტომ რომ დავხვდით შევხვდით ვიღაცას და მე წამოვედით იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდიოდა. მაგრამ სხვა შორის Zoom-ი კარგად არ მუშაობდა არ იყო და ეს ჯერ პანდემიამდე პერიოდია კი და მაგიტო ბევრად უფრო მეტი ფიზიკური მოგზაურობა იყო საჭირო. და მანდაც რა არის მნიშვნელოვანი. ზუსტად იგივენაირად, ხო? გამოვაცხადეთ დიდი ტენდერი, რაღაცები გავაკეთეთ, მე არ იმუშავა და მე ისევ ადამიანური ურთიერთობებით ვიპოვეთ საერთაშორისო ოპერატორი სიეტლში, რომ წარმოვიდგინოთ სიეტლი არის, აი 12 საათი გვაქვს დროში სხვაობა, ძალიან მარტივად აღმოსავლეთით გაფრინდები და დასავლეთით გაფრინდები, ზუსტად ერთი და იგივეა დროის ამბავში ჩასასვლელად. და ერთ-ერთი ტოპ 10-ში ოპერატორი პორტის აღმოაჩინეთ სიეტლში, მოველაპარაკეთ და ეს ყველაფერი გავაკეთეთ იმით, რომ ადამიანური ურთიერთობები ჩამოვყალიბეთ. და კიდევ ერთი გაკვეთილი, ესეც ალბათ agile-ისთვის მნიშვნელოვანი, რომ პროცესი მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა გქონდეს, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები არის გადამწყვეტი. ანუ ჯერ იღებ გადაწყვეტილებას, ჯერ გაქვს ასე ვთქვათ handshake-ი, იტყვი რომ კი ესეა, შეიძლება სალფეთქზე მოვაწერო ხელი რაღაცას. და მოგიწერია ხელი სალფეთქზე. კი, ზუსტად აი პორტოპერატორთან სალფეთქზე მოვაწერეთ პირველად. რა თქმა უნდა მე ერთუება ბევრი იურისტი, ბევრი ფინანსისტი, ბევრი ურთიერთმოლაპარაკება მიდის. მაგრამ სალფეთქი იყო დოკუმენტი. მაგრამ გადამწყვეტი ეს პირველი მოლაპარაკება ადამიანებს შორის. ამიტომ ეს ერთ-ერთი გაკვეთილი რომ საბოლოო ჯამში ადამიანები წყვეტენ ყველაფერს მიუხედავად იმისა რა პროცესით მიდიხარ. agile იქნება, scrum იქნება თუ რა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. აი, ანუ შენ ეხა იმდენი რაღაც ახსენე, მე აი ცნობის მოყარე ვარ, ხო იცი და ეს გურულობას არ მასვენებს. აქ იცი როგორ შეგრძნება დამრჩა და მესმინება ესეთი რამე, რომ რაღაცებს ისეცაც მოკიდე ხელი თვითონ ინდუსტრიულადაც, აი აქეთ პორტი ახსენე, ხო? იქით IPO, რომელიც დღეში 10 არ ხდება კი არა და შეიძლება 10 წელიწადში ერთი ხდებოდეს. სადაც იყო განუსაზღვრელობის და გაურკვევლობის დიდი ხარისხი. აი შენ როგორც ადამიანს, ხო ეხლა ჩვენ ყავხარ როგორც წარმატებული ადამიანის მაგალითიც ამ სტუდიაში და ბევრი ისეთიც გვიყურებს, ვინც ეხლა იწყებს თქვათ რაღაცა ლიდერულ როლს.
რა დაგეხმარა, რა თვისებები დაგეხმარა, რომ შეეჭიდე ისეთ რამეებს, რომელშიც ინდუსტრიულად, კი, თქვა ფინანსებს და იმას იცნობდი, ხო, რაღაცა სკილებიც აკრეფილი ქონდა მორტონიდან. და 5 წლიანი გამოცდილებაც ქონდა, სანამ შეეჭიდებოდი IPO-ს და მე კიდე რაღაც პორტს, რომელიც საქართველოში არავინ არ იცის, არათუ. და შეიძლება სოფლიოშიც რაღაც თითზე ჩამოსათვლელი კომპანიებია, ხო? რა იყო ეს თვისებები, რაც შენ გამოძრავებდა? საინტერესო კითხვა. რახან ადამიანებს შეეხედა თუ რა ურთიერთობებიო და შენ ალბათ რაღაცა მომენტში უნდა ამბიციაც გქონდეს რომ რაღაც გააკეთო. ანუ არ შეგეშინდეს ადამიანს რომ დიდი მიზანი დაისახო. და საბოლოო ჯამში ქიჭერს მარტო შენი მიზნები, ხო? იმის იქით რა სხვა რასაც დაისვავ, ეგ არის. და მე რაღაცნაირად უნდა გაგიმართლოს. ანუ არის გამართლება თუ რაღაცა უკვე დამსახურებულ გამართლებასავით არის? ალბათ ორივე რა. შეიძლება გაგიმართლოს მაგალითად ვორტონის მაგალითი რომ მოვყევი, ხო? მეორე რო არ მიგიღო და პირველმა რომ მიგიღო. მარტივად მოვყევი, მაგრამ იქამდე რეალურად 2-3 წელი ვცადე და არავინ არ მიმიღო. ანუ მეგეც არის სხვა, ანუ არ უნდა დანებდე და რაღაცა მომენტში გაგიმართლებს. ეგეც არის. მაგრამ პირველი უნდა რაღაც ეს ამბიცია ჩამოიყალიბო, ამ ამბიციას თან უნდა კონდეს რაღაცნაირი გამართლება იმ მხრივ რომ შეგიძლია გააკეთო. ახლა თავიდან დავიწყე მოყოლა რომ მაინტერესებდა სად ვართ მეთქი სხვებთან მიმართებაში. რადგანაც ქართველებს ვიცით ხოლმე ესეთი რაღაცა რომ აი უცხოელმა თქვა და ესეა და საუცხოა ტერმინიც არის. ანუ კარგია, საუცხოო ნიშნავს კარგია, ხო? ხო და ჩვენი თავის ფასი არ ვიცით ხშირად და რამ უფრო უყურებთ ჩვენ თავს როგორც აი ეს არ გამოვა ეს ვიღაცა არ ვიცი ინგლისელებმა უფრო კარგად იციან და ასე, მაგრამ რეალურად რომ გახვალ და შეხედავ არავინ არ არის არავიზე უკეთესი და არავინ არ არის არავიზე უარესი. არის გამოცდილება, არის სკილები, არის უნარები იდეაში. და უნიკალური ისტორიები ამ ადამიანების ზურგს უკან, ხო? რა თქმა უნდა. და შესაბამისად, მოკლედ თუ გაქვს ეს ამბიცია, მე გაქვს შესაბამისი სკილები დააგროვე და თან რაღაცა წარმატება, რომელიც გაგიმართლა და მუღამში ხარ და ზურგს გიმაგრებს, მე უკვე ძალიან ძნელია დაბრუნდე სტანდარტულ ჩარჩოებში. ანუ როგორც კი ერთხელ გახვალ ჩარჩოებიდან ძნელია დაბრუნდე. და აუცილებელი არის, ესე ვთქვათ, განუსაზღვრელობას მიმართ მაღალი რისკ ტოლერანტულობა. იმიტომ რომ ნებისმიერ ახლა გინდა IPO, გინდა ანაკლია, გინდა მე სხვა განსაკუთრებით სტარტაპებში ეგ საერთოდ ყველაზე დიდი სირთულეა. ანუ ნერვები უნდა გქონდეს, არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ თუ ბევრს ნერვიულობ, ჯობია რომ გვირილის ჩაი სულ უნდა გედოს გვერდზე, ხო? არც უშველის, არ უშველის. მე რაღაც მომენტში ეჩვევი. ხო, აი ეს ტოლერანტობა ხა მიმინდა რომ პატარა ეს გავაკეთოთ, ხიდი გავაკეთოთ უკვე შენ სტარტაპულ გამოცდილებასთან და უკვე ახსენე შენ სტარტაპის ამბავი. აი ეგ რისკ ტოლერანტობა როგორ მოქმედებებში გამოიხატება, ან რა თვით ტრენინგი შეიძლება ვურჩიოთ ხალხს, რომ აი შენ კი ამბობ, რომ კაია, სათქმელად ადვილია და გასაკეთებლად რთული, რომ ნერვები არ უნდა გქონდეს შენ ამბობ, მაგრამ აბა როგორ ვქნათ ეგ ამბავი? ალბათ პრაქტიკაა. ხო? ალბათ პრაქტიკაა. და სტარტაპებში განსაკუთრებით რთულია, იმიტომ რომ გადაწყვეტილებებს იღებ არა რაღაცაზე დაფუძნებით, ანუ არა და არა და შენ რიცხვები ძალიან გიყვარს და ბიზნეს მოდელებს და რაღაცებს როკეთ, რაღაცა რიცხვებს უყურებდი, ხო ალბათ? მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მაინც გიწევს უფრო შეგრძნებების დონეზე. აჰა. და ეს შეგრძნებების დონეზე გადაწყვეტილება ზოგჯერ მუშაობს, ზოგჯერ არ მუშაობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის ჯობია მიიღო გადაწყვეტილება და იმოქმედო, ვიდრე ელოდო идеალურ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს მიიღო და გადაწყვეტილება იმოქმედო, მე ავტომატურად ნიშნავს, რომ რა შედეგი დაგიდგება, არ იცი, ასე რომ ეს ესე ვთქვათ, პრაქტიკას მოაქვს ეს რისკის ტოლერანტულობა. ანუ არ გაჩერდეს ტიპის მოტო, ესე რომ ვთქვათ, მუშაობს, ხო? იმიტომ რომ ეგ პრაქტიკა მერე შენ რაღაცნაირად ადაპტურს ხდის ასეთი ტიპის მოვლენების მიმართ. კი, ოღონდ ძალიან საფრთხილად ფრთხილად უნდა იყო ადამიანი, იმიტომ რომ თუ მაგ მაინდსეტში ჩაჯექი, არ უნდა გაჩერდე რისკი აიღო რაღაც ახალი გააკეთო, ასე შემდეგ. მე მაგ მაინდსეტიდან დაბრუნდე უკან კორპორატიულ ჩარჩოებში ძალიან ძნელია. ანუ ფაქტიურად
მოგეცნელი. და შენ არ დაბრუნდი. მე არ დავბრუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ანაკლის პროექტი არ გამოვიდა. როგორც ჩანს არ გამოდის სპორტების შენება კარგად. დავიწყე უკვე საკუთარი სტარტაპები. რამოდენიმე სტარტაპი დავიწყე, რამოდენიმე არ გამოვიდა. თუმცა ეხლა ორ ძირითად სტარტაპს ვაკეთებ. პრინციპში ფლატ სტარტაპებიც უკვე არ არის ერთ-ერთი. ერთ-ერთი არის უძრავი ქონების მიმართულებით, ძალიან საინტერესო დეველოპერული კომპანია დავაფუძნეთ. მე და ჩემმა პარტნიორმა ერთად ერთ-ერთი კომპანიიდან წამოვედით და სტაფიც წამოყვეს. ანუ სტაბილურ შედარებით განსაზღვრულ გარემოს დაემშვიდობეთ, გამოიხურეთ კარი მშვიდა და ესე უნერვოთ და მოხვედით სტარტაპულ ცხოვრებაში. კი ბატონო, და მე დაახლოებით 1 წელი უბრალოდ ესე ვთქვათ ვცდილობდით კარგი პროექტი აგვეღო, კარგად დაგვეწყო დეველოპმენტი. დეველოპმენტი ცოტათი გრძელვადიანი პროცესია, ერთ დღეში ვერ იწყებ. მე ხლა ძალიან საინტერესო პროექტს ვაკეთებთ, კომპანიის Placemakers ქვია. ძალიან საინტერესო პროექტს ვაკეთებთ ლისის ტბაზე. შემოვიყვანეთ ძალიან ძლიერი საერთაშორისო არქიტექტორები, სოფლიოს top 5-ში არიან. Times Square-ი გაკეთებული და ოსლოს ოპერა იმ ხალხს და ის ხალხი ახლა ლისზე გვიშენებს, მაგათი არქიტექტურით ლისზე ვაშენებთ. ძალიან საინტერესო town clubhouse რომელიც იქნება საზოგადოებრივი ცენტრი იმ ტერიტორიისთვის. ასევე ავითარებთ უბანს და კიდევ რამოდენიმე ძალიან მსხვილ პროექტს ვიგეგმებით უახლოეს მომავალში. თუმცა მაგამდე რომ მივსულიყავით, ზუსტად ეს 1 წელი ნერვების ფასად მოგვიწია ლოდინი და პროექტის დაწყება არ დაწყება უკვე ესეთი იყო, სათუო იყო და ჰანაჰა უნდა დაგვეხმაროთ, მაგრამ მე გამოვიდა. ისევ გაგვიმართლა. მაგრამ გაგვიმართლა დამსახურებულად. იმიტომ რომ თქვენ არ დანებდით, ხო? აი მაშინ არ დანებდით, როცა ყველაზე მეტად გეჩვენება, რომ ეხლა უკვე დანებების დრო არის. დიახ, ზუსტად ეგრე. იმიტომ რომ არის რა შემდეგი ნაბიჯი არის, მეორე დღეს არის ის რა მოხდება და თუ არ დანებდები, გამოვა. აი სანამ მეორე სტარტაპზე გადავალთ. მან მშენებლობაში, ანუ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აი ეს agile ტექნოლოგიებში, agile რაღაცა ეს ბიზნესში და ასე, მაგრამ აი მშენებლობაში არის agile-ობის ელფერი, ანუ არის ამის საჭიროება, აი ეს 4 ღირებულება და 12 პრინციპი სადმე გვხვდება შენ გამოცდილებაში. ხა ეგ ხომ არ არის თუ მეკითხები რომ აი სტანდარტული project management-ი agile პრინციპებით მიყვება თუ არ მიყვება, ესე ალბათ არა. ხო, იმიტომ რომ სხვა ეტაპია, მაგრამ ის core პრინციპები რომ მოქნილი უნდა იყო, ესე ვთქვათ, მოკლედ გამოწვევებს დაუდგე, სხვადასხვა ბევრი სხვადასხვა პარტნიორი იპოვოს, სწორი ურთიერთობები აწყო, ადამიანები მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი ყველგან მოქმედებს. ანუ საბოლოო ჯამში agile არ არის ჩემს ყოველდღიურში ეს არ არის კონკრეტული project management-ის მეთოდოლოგია, ეს არის უფრო lifestyle-ია, უფრო ესე ვთქვათ რა, რასაც მე იყენებ ყველა ურთიერთობაში თუ ნაბიჯში თუ პროექტში. კი ბატონო, და აი მოვედით უკვე მეორე სტარტაპის ამბავი ახსენე, ხო? შენ ახლა მიმდინარე 2 არის და რა არის ეს მეორე, ეგეც გითხარი. ხო, მეორე სტარტაპი საერთოდ ძალიან საინტერესოდ ისე მშენებლობის სფეროა თუ? არა, არის ტექნოლოგიურია, monday.com-ი თუ გაგიგიათ, არ ვიცი, მაგისი. მე გამიგია, კი. და მგონი ჩვენი აუდიტორიის დიდ ნაწილსაც აუცილებლად შეხვედრია. კი, ბევრი რეკლამა ქონდათ ნამდვილად იმაში. YouTube-ში და ყველგან გაშვებული. monday.com-ის ესე ვთქვათ ოფიციალური წარმომადგენლები ვართ, რეგიონალური, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ყაზახეთი, ჩვენი რეგიონის ქვეყნებია. სადაც 1 წელია რაც კომპანია ესე ვთქვათ აქტიურად ფუნქციონირებს და საერთოდ როგორ მოხვდით მაგ სფეროში, ეგ ყველა საინტერესო ისტორია, იმიტომ რომ მე არ ვარ ტექნოლოგიური ადამიანი, რა თქმა უნდა, ბევრი ტექნოლოგიურ პროექტში მიმუშავია, ვთქვათ, რა ვიცი, Tribe-ის ვიყავით იბისში ერთი პერიოდი, მაგრამ რომ მითხრა კოდი დაწერეო, ვერ დავწერე, ხო? არც მაგის სკილები მაქვს და არც დიდი სურვილის მართლა გითხრა. თუმცა ერთ-ერთ კომპანიაში კორპორატიულში სადაც მუშაობდი, მქონდა ესეთი ისტორია, სადღაც რომ მივედი 2 წელზე მეტი ინერგებოდა რაღაცა ERP სისტემა. მე მაგას კიდე 1 წელი დავახარჯეთ ამის და რაც დაინერგა, მაინც გამოვიდა ესეთი, რომ ხალხი ვერ იყენებდა კარგად, არ მოწონდა ბოლომდე არ დაინერგა კომპანია, უნდა გადაგიყვანა მთლიანად სხვა სისტემა რელსებზე, ესე ვთქვათ, ბიზნეს პროცესები და დიდი წინააღმდეგობა იყო და ესე ვთქვათ, კოჭლობით დაინერგა.
მე იქიდან წამოვედი კომპანიიდან და შედეგიც კოჭლი იყო თუ? შედეგიც კოჭლი იყო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ხალხი არ მოწონდა და მოკლედ ან ბევრი რესურსი და კლასიკური მაგალითი არის, ბევრი რესურსი დახარჯოდა, შედეგიც ვერ მიიღო ისეთი, როგორც გინდოდა, ხო? კი ბატონო, ბევრი რესურსი, ბევრი ფული, ადამიანური რესურსიც, ნერვებიც და მე საბოლოო ჯამში შედეგი ვერ მიიღო. ხო, მე რომ წამოვედი ერთ-ერთ ჩემ სტარტაპში, დამჭირდა project management-ის soft-ი. და დავიწყე ეს Monday რატომაც მომეწონა და დავიწყე მაგის გამოყენება როგორც user-მა. და მე იმდენად მომეწონა, იმდენად მოქნილი სისტემა აღმოჩნდა, რომ მივხვდი, რომ აი ეს პრობლემა, რომელიც ამოხსნაც მინდოდა იმ დიდი ERP-ით და ბევრი წელი და რესურსი დავხარჯეთ, პრინციპში ძალიან მარტივად იხსნებოდა Monday-ის. და რა პრობლემა იყო ეგ ესეც? თან დაუზუსტეთ მაგალითად ბევრი კონტრაქტორი იყო, ამ ბევრ კონტრაქტორს სამშენებლო პროექტებს აკეთებდნენ ეს კონტრაქტორები, ვისთვის რამდენი ფული იყო გადახდილი, როდის იყო, რატო იყო, აგვიანდებოდა თუ არ აგვიანდებოდათ, ასე შემდეგ. Vendor management-ი. Vendor management-ი ერთი მხრივ და მეორე მხრივ project management-ი, იმიტომ რომ რაღაცა მიდის ან developer კომპანია იყო ის, რომელზეც ვაბრუნებ, როდესაც მიდის სამშენებლო პროექტი ყოველთვის გაინტერესებს რომ შეერდადე კონტრაქტი რომ უნდა გიშენონ რაღაცა პერიოდში, ბიუჯეტს მიყვება თუ არა, ვადებს მიყვება თუ არა, რამდენი გაქვს ჩამორჩენა, რა ცვლილებები ქონდა გაკეთებული ისტორიულად. ერთ-ორ კონტრაქტზე მართვა მარტივია, ასობით კონტრაქტი რომ გაქვს ტექნოლოგიის გარშე შეუძლებელია და ეს ყველაფერი მეილებით ხდებოდა დადასტურება, როდესაც მე მთხოვდი მაგალითად დაგვიდასტურეთ გადარიცხვა რაღაცა ინფორმაციით. შეზღუდული ინფორმაციით ვაკეთებდი ამის დადასტურებას, იმიტომ რომ მთლიანი ინფორმაციის მოპოვება ძალიან ძნელი იყო და დრო ჭირდებოდა და ფაქტიურად გამოდიოდა როგორ რაღაცა ბევრს ემართება ხოლმე რომ ფინანსების მართვა იყო რეტროაქტიული, ანუ შენ უფრო არეპორტებდი რაღაცეებს გვიან, მაგრამ ვერ იღებდი გადაწყვეტილებებში გადაწყვეტილების საჭირო ინფორმაციას. და რაც Monday-ით გავაკეთეთ, თავდაყირა დავაყენეთ პროცესი, ანუ Monday-დან ისე წავიდა სისტემა, რომ როდესაც კი მიდიოდა გადარიცხვამდე თემა უკვე სრულად იცოდი იმ კონტრაქტორის მონაცემები, სად იყავი, როგორ იყავი, რატო რიცხავდი იმ ფულს და მოკლედ სრული დეტალები ქონდა. ანუ იმის მაგივრად რომ გადაგერიცხა და მე დალოდებოდი რამოდენიმე თვე რომ ინფორმაცია მიგეღოს სწორად, ჯერ ინფორმაცია ქონდა და მე მაგის მიხედვით იღებდი გადაწყვეტილებას. ანუ ხდებოდი პროაქტიული, უკვე რომელსაც შეგეძლო რაღაცა დაგეგეგმა. და ფინანსებში ეგ ბევრს ეშლება რა, ანუ სხვაობა ფინანსებსა და ჩვეულებრივ ბუღალტერიაში შორის არის ბუღალტერია ასახავს რეალობას და ფინანსები იღებს გადაწყვეტილებას პროაქტიულად როგორ უნდა მართო კომპანია, რომლის მე შედეგი უნდა ასახოს ბუღალტერია. და აი ეს ნაწილი პროაქტიულობის ნაწილი შეუძლებელი, მოკლედ ძალიან ძნელია თუ არ გაქვს შესაბამისად დაწყობილი პროცესები და სოფტი. და მოკლედ იმ ERP სისტემაზე რასაც ვყვებოდი, რეალურად იყო რომ ის ERP სისტემა დარჩა რეაქტიულ სისტემად, რომელიც უფრო ბუღალტერია იყო და ისიც ვერ მუშაობდა მთლად კარგად. არქივარიუსი წარსულის, ხო? კი ბატონო. და რაც გავაკეთეთ Monday-ით, ეს წარსულის არქივარიუსი გადავაქციეთ რეალურად პროაქტიულ ფინანსების მართვის სისტემად. და ეს ოღონდ გავაკეთეთ, პროექტი გავუშვით პირველი MVP-ს 3 თვეში და ანუ მე მივედი ისე კომპანიას და მან შენ ისე იუზერი ხარ და მეგობრულად ეხმარები ვიღაცას, ხო? დიახ, და ისე მივედი კომპანიას, ვუთხარი, ნახე რა კარგი რაღაცა, მოდი გავაკეთოთ, გავტესტოთ. და 3 თვეში გავუშვით იქ რაც 3 წელი გეთდებოდა და ბევრად უფრო ეფექტური იყო. ხო და მაგ მომენტში მივხვდი რომ ეს რეალურად პროდუქტია და შეგიძლია დიდი ბენეფიტი მოუტანო კომპანიებს, იმიტომ რომ ყველას გონია რომ დანერგო ERP სისტემა რაღაც სისტემა უნდა კონდეს დიდი IT დეპარტამენტი ან ძალიან ბევრი რესურსი უნდა დახარჯო, მაგრამ რეალურად არ გჭირდება მთელი კომპანია გადააწყო, ხო? შენ რეალურად გჭირდება რაღაცა კონკრეტული პრობლემა, რომელიც გაქვს ამოსახსნელი, იქნება ეს CRM, იქნება ეს vendor management, იქნება ეს ფინანსების ნაწილი, თუ რა ვიცი, project management-ის ნაწილი და იმ კონკრეტულ პრობლემაზე კონკრეტული მარტივი ამოხსნა გჭირდება. და თან ისეთი ამოხსნა, რომ ის ადამიანები, ვინც იყენებენ, იყვნენ ჩართულები, იმიტომ რომ მაგათმა უნდა გამოიყენონ. შეგიძლია იდეალური სისტემა აწყო და ხალხმა არ გამოიყენოს, რაც ის მუღამიც არაა. შესაბამისად, ეს უკვე Monday იძლევა ამის საშუალებას რა, რომ ადამიანების ჩართულობით, iterაციული პროცესით მარტივად ამოუხსნა პრობლემები. და მე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაქვს საშუალება რომ დააშენო ერთმანეთზე. ანუ ინკრემენტულად. იმ კომპანიას, რომელიც მაგალითის მოვიყვანე, რომ დავიწყეთ ფინანსების ნაწილით, ეხლა ალბათ 80% კომპანიის პროცესების Monday-ში აქვს გადატანილი, რაც ნელ-ნელა დააშენეს და რა ვიცი, მუშაობს გადასარევად ძალიან მოყოფილები არიან.
ну მოკლედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ მოდი შევქმნათ პროდუქტი. მე ახლა წამოვიდა იდეა დაუკავშირდით თვითონ Monday-ის სათავო ოფისი ებრაელები არიან, ძალიან საინტერესო ხალხია, უზარმაზარი კომპანია შექმნეს 10 მილიარდი ღირს ლონდონის ბირჟაზე. ანუ ისრაელში არის სათავო ოფისი, მაგრამ ლონდონის ბირჟაზე არის დალისტური. ანუ ამათაც გამოიარეს. შენაირი ბექგრაუნდი აქვს, IPO-ს ტკივილი გამოიარეს. კი. და 10 მილიარდი ღირს კომპანია და ვითარდებიან რაღაც საოცარი. რამდენი ხანია რაც არსებობს? არ არის ხო დიდი ხნის კომპანია. შენ რომ ამბობ 10 მილიარდი ღირსო, ანუ ჩემ წარმოდგენით ეს რაღაცა მე მგონი თვითონ 1-8 წელი არიან, რაც შეიქმნენ, მაგრამ ძალიან სწრაფად იზრდებიან. მაგალითად 2020-ში შემოსავალი ჰქონდათ revenue 100 მილიონი, შარშან ჰქონდათ მილიარდი. სერვისების გაყიდვიდან revenue მილიარდი, რაც ძალიან კაი ციფრია, იმიტომ რომ მე სერვისების გაყიდვიდან ხარჯი არ გაქვს მაგდენინე. პირდაპირ დიდ ნაწილი შენ ხარ როგორც ფინანსისტი თან გაგვიმარტავ ხო? კი ბატონო. რიცხვიც არის და რიცხვიც. გაჩნია როგორც უყურე. და გეგმა აქვს რომ 10 მილიარდზე ავიდნენ მომავალ 5 წელიწადში წლიურ მოგებაზე და საკმაოდ კარგად ასრულებენ. მაგრამ მოკლედ ეგ არა საინტერესო. ყველა საინტერესო არის რომ დაუკავშირდი აღმოჩნდა მაგ ძალიან კარგი პარტნიორობის პროგრამა, სადაც თვითონვე გასწავლიან თავის პრინციპებს, თავის სეტაპს. თავიდანვე გასწავლიან, როგორც კი მიმართა? არა, ესე მარტივად არ არის. ჯერ უნდა აჩვენო რაღაც შედეგებს დებ, ანუ თავიდან იწყებ ჩვეულებრივი პარტნიორით, რაღაც კონკრეტულ შედეგებს რომ დადებ, მე გადადიხარ bronze partnership-ში, რაც არის აქსელერატორის პროგრამა. და 6-თვიანი აქსელერატორია, სადაც აი ზუსტად მათ გასწავლიან და უკვე წარმომადგენელს გამოყოფენ, რომელიც ყოველ კვირა ემუშავები და გეხმარება რომ დაასეტაპო შენი კომპანია, ან შენი ოპერაციები ისე რომ ოპტიმალურად ემუშაო Monday-ს. და მე მაგ აქსელერატორს ვინც გაივლის და ვინც წარმატებით გაივლის და სადაც ნახევარი ვერ გადის, მე გადადიხარ უკვე რეგიონალურ პარტნიორად. და ჩვენამდე საქართველოში პარტნიორი ეგეთი პარტნიორი არ იყო. და ყველა თქვა ქართულ კლიენტს ამისამართებდნენ პოლონეთში, რაც ასევე გაუგებარია. და გამოვიდა ახლა ჩვენ მივიღეთ ეს სტატუსი სადაც 6 თვის წინ დაახლოებით. და პრინციპში ახლა ვართ ეს უკვე იმ აქსელერატორის სტატუსით? აქსელერატორის მერე. ანუ უკვე მერე, კი, ივლისიდან გავხდით უკვე ესე ვთქვათ რეგიონალური პარტნიორები. რაც საკმაოდ საინტერესო გზა იყო, მაგრამ თვითონ ბიზნეს პროცესი Monday-ისა საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან მოქნილები არიან და გისმენენ რა გჭირდება. ანუ თავისი ადამიანი ყავთ გამოყოფილი, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი აქვს, თუ თვითონ არ იცის, თვითონ ორგანიზაციიდან ერთვებიან. ფაქტიურად, როგორც მაგათი გუნდის წევრი მუშაობ, მიუხედავად იმისა, რომ ხარ გარე პარტნიორი. საკმაოდ იშვიათია ეგეთი. და შენ ფაქტიურად იუზერს არ მომადგენ Monday-ისთვის, გარდა იმისა, რომ წარმომადგენელი ხარ, რომელიც თქვა მათი პროდუქტით ხვებს ემუშავება, იუზერის წარმომადგენელიც ხარ და ეს გისმენს და ეს უკავშირი შენგან არის, რასაც მოელიან, ხო, რეალურად? კი, ყველა ვარიანტში მოელიან უკავშირს ერთი მხრივ და მოელიან ასევე მაგათი სტანდარტებით მუშაობას, იმიტომ რომ რეალურად Monday-ის სახელით მუშაობ და შესაბამისად მე თუ რამეს გავაფუჭებ, მაგათი სახელი ფუჭდება, მაგით და YouTube-ის რეკლამა არ უშველის მაგას, ხო? ნამდვილად არ უშველის, კი. ναι. მოკლედ იქამდე მივედით, რომ სადაც 15-მდე კლიენტი ყავს უკვე საქართველოში, საკმაოდ საინტერესო იმპლემენტაციები გავუკეთეთ, 5-კაციანი გუნდი ყავს ჩვენი. და ესე ვთქვათ, ხუმრობაში უბრალოდ use case-დან გამოვიდა საკმაოდ საინტერესო სტარტაპი, ჯერჯერობით სტარტაპი ეს. ძალიან მაგარია. აი ახლა შენ რაც მოყევი ეს Monday-ის ისტორია და რადგან ჩვენ მაყურებელს შევპირდით, რომ აქ გვაქვს ფორმატი, სადაც გვაინტერესებს behind the scenes, ანუ რა ხდება კულისებში და როგორ არის ეგ ამბავი, აქ ორი რაღაცა რო გავშალოთ, თუ შეიძლება. ანუ ერთი არის Monday როგორც პარტნიორი შენ უკვე ახსენე მათი ასე თქვა დამოკიდებულება შენს მიმართ როგორც პარტნიორის მიმართ ისე რომ შენ თამამად ამბობ როგორც გუნდის წევს მიუხედავად იმისა რომ იურიდიული პირი შეიძლება სხვა ვარ და ლოკაციურად სხვაგან ვარ როგორც გუნდის წევს ისე მეკცევი ანუ რას გამოყოფდი შენ Monday-ის პროცესებში და კულტურაში ისეც რომელიც ფიქრობ რომ არის მათი აი ესეთი რა ციფრებით შენ დაასახელე ზრდის კარგი საფუძველი უკვე შენი გადმოსახედიდან როგორც პარტნიორი იუზერის რა ხო აი ცოტა ჩვენც იგივე რაღაც გადმოღებას ვცდილობთ ანუ Monday არის შინაარსობრივ no code solution, ანუ არ გიწევს კოდირების გაკეთება. და თვითონაც უდგებიან
უფრო მომხმარებლის მხრიდან, ვიდრე IT მხრიდან. ანუ ყველა პროდუქტი, რასაც ქმნიან, არის იმ გადმოსახედიდან, რომ მომხმარებელს როგორ გაუმარტივონ ცხოვრება და არა როგორ გავაკეთოთ კარგი IT პროდუქტი. და იგივე რაღაცებს ვიყენებთ ჩვენც. ანუ განსაკუთრებით რადგან მე არ მაქვს IT background. უკვე ჩვენს კლიენტებთან, ხო? უკვე ჩვენს კლიენტებთან, კი, იმიტომ რომ რაც value მოგვაქვს, ანუ მანდა ის ყველა შეუძლია შევიდეს, რავი, შექმნას user-ი online და იმუშაოს როგორც უნდა. ანუ რა value-ს მოგვაქვს არის რომ ჩვენ როგორც კლიენტი, როგორც user-ის მხრიდან ვუყურებთ, იმ users გამოვკითხავთ ხოლმე მაგად ბიზნეს პროცესებს რა აქვს და რადგან უფრო კარგად ვიცნობთ მანდა ის პლატფორმას ვიდრე სხვები, უფრო მარტივად შეგვიძლია გავავალოთ პარალელები, როგორ ავაწყოთ ეს პროცესი მანდეიში ისე რომ იყოს user-ისთვის ყველაზე მეტად მოსახერხებელი. ანუ რეალურად რა value-ების აღირებულებაც მოაქვს ჩვენ კომპანიას არის ზუსტად ეს მომხმარებლის მხრიდან ხედვა, ანუ ვუსმენთ მომხმარებელს და მე უბრალოდ იმიტომ რომ მე ცოტა მეტი გამოცდილება გვაქვს მანდეიში, კარგად, ესე ვთქვათ, ვასეტაპებთ. მე ხდება დაქორწინება მათი პრობლემა და ის solution-ი, რაც პოტენციურად შეიძლება მანდეის გამოყენებით შენ შესთავაზე. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ეს მანდეის პრინციპია და აბსოლუტურად ვეთანხმები, არ უნდა დანერგო რაღაცა დანერგვისთვის. ანუ ხშირად არის ხოლმე რომ გამოდიან და იძახიან რომ რა ვიცი, მინდა project management software. ანუ რა თქმა უნდა, კარგია, ყველას რაღაცა გვინდა, მაგრამ თუ ვერ ჩამოაყალიბე რომ ეს software რას გაძლევს, შეიძლება გაძლევდეს რომ უფრო მეტ კლიენტს ემუშავა უფრო ეფექტურად, ხო? მაგალითად CRM სისტემა აქვს, ძალიან მაგარი მანდეის და CRM-ი ბევრად უფრო გიმარტივებს გაყიდვებას და მეტი revenue-ს მიღება შეგიძლია. ან უნდა გაძლევდეს რომ რაღაც დიდ პროექტებს აკეთებ და მან რისკები დროულად დაინახო და ეს რისკებს რომ დაინახო დროულად, მე სწორი რეაგირება მიიღო, ხო? ამაზეც მანდეის აქვს ძალიან კარგი პროდუქტი, AI აქვს შეშენებული, შეგიძლია ასობით პროექტი ქონდეს და AI თვითონ ეძებსა და რისკიანობა და კი რაღაცებს აგაზრდოს მენეჯმენტს. საინტერესო პროდუქტია მაგ. ხო და ანუ მანდის პრინციპია რომ რაღაცა კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდე. ან შემოსავალს უნდა გიზრდიდეს, ან ხარჯს უნდა გიმცირდებოდეს, ან რისკებს უნდა გიმცირებდეს და თუ ამას ვერ ჩამოაყალიბებ, ანუ ჩემი ერთ-ერთი მიდგომას და საქმეც ეგ არის რომ როდესაც ვესაუბრები კლიენტს, ვეხმარები მივიდეთ იქამდე რატომ არის საჭირო და თუ ვერ ვაყალიბებთ მაშინ ვეუბნებით რომ რა ვიცი ალბათ არ არის საჭირო და ხომ რაღაცნაირად მუშაობს პროცესი და ისევ იმუშავებს. გააგრძელებთ მუშურ გლეხურად. კი. თუმცა უმეტეს შემთხვევაში თუ ვიღაცა ეძახის რომ ჭირდება, მინდა რაღაცის გამო მართლა უნდა და მე მივდივართ ამ საუბრებში და გაცნობიდან შენ მივდივართ იქამდე ზუსტად რატო ჭირდება და მე ეგეც პროექტის წარმატებისაც ინდარია, იმიტომ რომ თუ იცი რისი მიღწევა უნდა და ჩამოყალიბებულია. მე მიაღწია თუ არ მიაღწია უფრო მარტივია და ეს დანერგვა გვინდა, ეს დანერგვისთვის მე არ მუშაობს ხოლმე როგორც. აი მან სახაზავი გიჭირავს ხოლმე შენ ხელში, რომ დანერგვა გვინდას რომ ამბობენ, შენ უკვე მან დიცი რომ არასწორი გზით მიდიან, ხო? კი. აი ეხლა ეგ გამოცდილება რაც შენ მოყევი, მე მაფიქრებინებს იმასაც, რომ თუ შენ ესეთი მიდგომა გაქვს და რადგანაც ესეთი მიდგომა გაქვს კლიენტების მიმართ, გექნებოდა ისეთი შემთხვევები, სადაც მიუხედავად რომ მოგიკაკუნა ან შენ მიუკაკუნე პოტენციურ კლიენტს და იქ ისაუბრეთ ამ საჭიროებებზე, აღმოჩენილა რომ შენ გითქვამს არა მეგობარო, ჩვენ შენ არ გჭირდებით. ყოფილა ეგეთი შემთხვევები? ყოფილა და ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, სადაც მithქვავს რომ თქვათ ესეთი სირთული სოფტი არ გჭირდება, იმიტომ რომ იგივე მანდეის ბევრი სხვადასხვა დონის ლიცენზია აქვს და ჯერი ხომ რომ აი მინდა ყველაზე მაგარი, რა ვიცი. შეიძლება ორშეში მინდა ჩემი მიუხედავად იმისა, რომ ტარება აგებშინ ვისწავლე. შეიძლება არ იყოს ეგეთი რაღაცა აუცილებელი. თუმცა როგორც წესი, ეს მთავრდება ხოლმე, ასე ვთქვათ, exploration-ის ეტაპს ვეძახით, გაყიდვების პროცესში, როდესაც მესაუბრებით რა და როგორ და როგორც წესი, უბრალოდ შემდეგ ეტაპზე აღარ გადავდივართ ხოლმე, ანუ იმას არ უნდა ეს შენ არ გჭირდება არ იყიდო, არ უნდა უბრალოდ რაღაცნაირად პროცესი მე არ გრძელდება, ბუნებრივად არ გრძელდება პროცესი. ბუნებრივად არ არის გასაგრძელებელი. და ეს იტერაციულობის მომენტიც მე როგორც მივხვდი არსებობს თვითონ ამ ანალიტიკაში და ამ ერთგვარად მენტორობასაც უწევ, ცოტა coaching-საც რო აღმოაჩენინო, მე უკვე რჩევებსაც აძლევ და ანალიტიკის სერვისსაც უკეთებ რეალურად, რომ ის დაქორწინება წარმატებული და გრძელვადიანი აღმოჩნდეს, ხო? კი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანი ვინც
იყენებს software-ს, ის იყოს ჩართული და დიზაინის პროცესში და მე გამოყენების პროცესში, იმიტომ რომ ისე შეიძლება გააკეთო იდეალური software, მაგრამ ადამიანმა თუ არ გამოიყენა, შედეგი ვერ დადგება. შესაბამისად, რასაც ვცდილობთ არის რომ პირველ რიგში პროცესის დიზაინში ერთობა ის ხალხი, ვინც უნდა ყოველდღე გამოიყენოს, ან ვის პრობლემასაც ხსნით. და შემდეგ ანუ უშუალოდ user-საც რთავთ აი ამ შენ საკონსულტაციო ვითარებაშიც? კი, როდესაც უკვე მოვილაპარაკებთ რომ ვიწყებთ პროექტს, უკვე პროცესი ესე მიდის რომ უშუალო user-ები ვინც უნდა ჩაერთონ, ის user-ები ერთვებიან. და მანდე ის მოქნილობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დიზაინის პროცესში ხომ ჩავერთვებით და მე პირველ setup-ს მარტივად უწყობთ, რომ ხალხმა მიჩვევა დაიწყოს, რომ ანუ MVP. ხო, MVP-ს, რომ ხალხმა მიჩვევა დაიწყოს, მართლა ეგ უნდა თუ არ უნდა და იმიტომ ხშირად არავინ არ იციან რა უნდათ საბოლოო ჯამში და დაიწყონ გატესტვა და იმის გამო რომ მარტივი setup-ია, რა ვიცი, ხშირად ვადარებ ხოლმე Excel-ია, ოღონდ ცოტა უფრო განსხვავებული ფუნქციონალია. და ფერადი, ყოველ შემთხვევაში მე რაც მინახავს, პირადად ახლა უწვრათ უნდა თქვა, მე არ გამომიყენებია, ჩემ და თავად და რაღაცა ისე მომიწია კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობა, რომ არ მქონია შეხება, თუმცა ეს ერთი შეხედვით, რასაც ვხედავ, სიფერადე მხვდება თვალში და აქ მახსენდება, რომ ტექნოლოგიურ თიმებთანაც მიმუშავია და უფრო ბიზნეს თიმებთან და აი ტექნოლოგიურ თიმებს ყველაზე მეტად რაც უჭირდათ, აი დეველოპერების მიერ დეველოპერებისთვის შექმნილი, ტექნიკური ხალხის მიერ ტექნიკური ხალხისთვის შექმნილი გარემო, რომელიც ძირითადად მონაცრის პროსადა და ნაკლებად ფერადია, არანაირად არამოტივირებდა ისეთ უფრო ცოცხალი სამუშაოს მქონე ხალხს, რომელსაც ურთიერთობები და მეტი კომუნიკაცია უწევს, გაყიდვები და მსგავსი, რომ თავისი task management-ი გაეკეთებინათ და workflow ქონოდათ ნაცრისფერ გარემოში და აი გამოსავალი ხა გლეხურად მინდა გითხრა რომ ქონია ფერადი სტიკერები დაფაზე, რომელიც open space-ში რო წარმოიდგინო, ეგ ნიშნავს რომ ვიღაცა რო გაივლის ის ფერადი სტიკერი შემოდგომის ფოთოლივით ცვივა იქიდან და სულ იყო პრობლემა და მოკლედ მე გულწრფელად მინდა გითხრა შენ მადლობა რომ გამანათლე ახლა და ჩემთვის ის ძალიან ზედაპირული წარმოდგენა მანდეისთან მიმართებაში, რომელიც ეს YouTube-ის რეკლამებში ამომიხტებოდა ხოლმე, დღეს ცოტა დამიმიწა და თან გულწრფელად გეტყვი რომ მე მეგონა რომ ეს იყო მხოლოდ აი რაღაცა ჯირას ალტერნატივა, რომელიც აი workflow-ს აწყობის საშუალებას გაძლევს to do in progress დონის რაღაცა სვეტებს მოგცემს, მაგრამ შენ ისეთი რაღაცები ახსენე აქეთ vendor management რისკები, იქეთი AI, რომელიც რეკომენდაციას მოგცემს და აქეთ CRM-ი, ანუ გაცივთ მრავალფეროვანი პორტფელია, ვიდრე ჩემი წარმოდგენა იყო. კი. ესეა ნამდვილად პირველში ფერაძე გავაკეთებ კომენტარს, ერთ-ერთი ვიც მე მისცემს ყველა მიცის რომ ფერები მიყვარს. ერთ-ერთი ჩვენი კლიენტია და ვესაუბრებით რომ რა გავაკეთო და თხოვნა იყო ესეთი რა, რომ იქნება რომ task-ს რომ გავაკეთებო, რაღაც სამოტივაციო რაღაც ამოვარდეს, რომ აი რა კონჩაგრა კარგიაო რა. ხო, ტაში თუნდაც. აღმოაჩინეთ რომ ისე აქ მანდ ის საშუალება აქვს რომ რაღაცა პატარა ფეიერვერკივით ამოხდება, როდესაც ანუ ძალიან გაუხარდათ. თითქოს პატარა დეტალია, მაგრამ რეალურად ღიმილივით არის რა. ზუსტად რა. ანუ რეალურად მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ზუსტად მაგითო მთელი სისტემა აწყობილია იმაზე, რომ მომხმარებელმა როგორ გამოიყენოს კარგად და არა როგორი კარგი კოდია დაწერილი. და რეალურად დეველოპერები ყავთ თვითონ კომპანიაში? 3000-ზე მეტი დეველოპერი ყავთ თვითონ მანდის. ტექნიკური ხალხიც ქმნის, მაგრამ ამის ბალანსის პოვნას მაინც. ხო, ეგ რაღაცნაირად გააკეთეს, როგორ მოახერხეს არ ვიცი. ზურა მე უნდა ჩამოგართვა შენ ერთი პირობა რა. მოკლედ ეს ხალხი რა ესეთი წარმატებული რომელიც ვისი პარტნიორით შენ ხარ ხა ხო მანდეისათაო და ასე შემდეგ იქნებ მეც გამიმართლოს და ერთ ბედნიერ და მშვენიერ დღეს ერთ-ერთ ჩვენ რეგულარულ კონფერენციაზე შევძლოთ ამ ხალხის დაპატიჟება და ამ გამოცდილების გაზიარება. მე ჩემი მხრიდან აგიტალახებ, ასე ვთქვათ, ზღურბლს და აუცილებლად მოგკაკუნებ, იმიტომ რომ მართლა ძალიან, ანუ ის რაც შენ თქვი, რაც ყველაზე მეტად უჭირთ, ანუ 3000 ცალი დეველოპერით, მაინც რო ახერხებ, რომ ფეიერვერკი არ დაგავიწყდეს. და არ ხარ მარტო solutions ტექნიკურ ნაწილზე ორიენტირებული და გიჭირავს ხელში user-ის სარკე. არის ძალიან საინტერესო გამოცდილება, რომელიც ყოველ შემთხვევაში რადგანაც მეც სულ ტექნოლოგიურ თიმებს ვემუშავები ხშირად, სწორედ ეგ გამორჩებათ ხოლმე ნებსით თუ უნებლიეთ. შეიძლება.
შეიძლება ეხლა ფიცის დადებას ბიბლიაზე არ გთხოვ, მაგრამ ესე ვაჟღერებ რომ შეგვიძლია ვთხოვოთ და დარწმუნებულად უარს არ გვეტყვიან. ხო და იქნება ეს ის დამსახურებული გამართლება იყოს ჩვენთვის. კი ბატონო. და თვითონ პროდუქტზეც რო ვილაპარაკო, რაც ჩემთვის ცოტა სიურპრიზი იყო, რაც უფრო სიღრმე შედიხარ, მე უფრო ხვდები, რაც ძლიერი პროდუქტია, მაგრამ და რომ წარმოვიდგინე, არის სოფტები, რომლებიც არის დიდი ენტერპრაიზებისთვის გაკეთებული. და ნუ ბევრია ეგეთი სოფტი, მაგრამ ყოველთვის სჭირდებათ ხოლმე მაგას დიდი დანერგვა, მე დიდი ადმინისტრირება. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იმუშავებს და კი, ჯარი უნდა ყავდეს. მე არის ბევრი სოფტი, რომელიც project management-ს ასე ვთქვათ, აგვარებს და ალაგებს, რომელიც არის უფრო SME ბიზნესებზე ორიენტირებული. ანუ იმის მაგერად რომ Excel-ში ვაკეთებ project management-ი, მოდი რაღაცასოც გავაკეთებ, ღიარულია ლამაზ ფერებშია, მაგრამ ფუნქციონალურად ის სოფტი ვერ გამოიყენებ enterprise დონეზე. მანდ იმ როგორღაც მოახერხა და სტრატეგიული მიმართულება აქვს ეს, რომ დაიწყეს უფრო SME-ის მიმართულებიდან, მაგრამ გაიზარდნენ enterprise level-ზე. და თქვა work management-ს გადაარქვეს და დაარქვეს, რომ ეს არის enterprise work management-ი. თვითონ სტრატეგიულად ესე ფიქრობენ. და ამ გზაში ისე მოახერხეს, რომ ეს ფერადი მხიარული ნაწილი დაიტოვეს რაღაცნაირად, მაგრამ რეალურად შექმნეს სოფტი, რომელიც არის enterprise level-ი. აი მაგალითად ანუ რა არის მაგის enterprise-ობა, ასე თქვა, რეპორტინგი, დეშბორდები, სადაც რაღაცა რიცხვების და მაგრამ უფრო ისეთი უფრო მოსაწყენი რაღაცეების, მაგალითად security, რომელიც ებრაელები რახან არიან, ძალიან კაცრად უყურებენ cyber security-ის ნაწილს, ხო? ეს double two factor authorization-ები, მიბმა შეგიძლია მიაბო შენ არსებულ სისტემებს. ანუ მის ქვეშ თავშესაფარი სულ გამზადებული აქვს, ხო? კი. და scalable არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეგიძლია ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის დანერგო პროცესი Monday-ში, რაც ძალიან რთულად მიღწევადია. ანუ როგორც ეს სხვაობა ხოლმე enterprise არა enterprise შორის არის ეს scalability. და რაღაც საოცრად შემოიტანეს AI. ანუ AI რომ შენ კომპანიაში დანერგო ზოგადად დიდი პროცესია და რთულია და ამათ დანერგეს შიგნით ისე რომ უმეტეს ბევრ პროცესებს თვითონ AI გეკეთებს. შეგიძლია უთხრა რომ AI-ს მოდი ამიწყე ესეთი პროცესი და რაღაც და ღილაკის ამბავია ან ტექსტის მიმესიჯების. აი მაგალითად ძალიან მარტივი მაგალითია თარგმანი, რომ რა ვიცი, ბევრ ენაზე თუ მუშაობ, სადღაც ერთ ენაზე წერა და ის ავტომატურად თარგმნის სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა იუზერები თავის ენაზე ხედავენ თავის წილფანჯარას, ხო? კი, რაც რავი რა, თითქოს არაფერი, მაგრამ რეალურად რაღაცაა, კი. და ეგეთი კიდე ბევრი ფუნქციონალი. ან AI risk management-იც ძალიან საინტერესო თემაა, როცა ბევრი პროექტი გაქვს, დააიდენტიფიცირო რომელ პროექტში რაზე უნდა ეგრევე რაკ სტატუსებს მოგცემს, ხო? მწვანე წითელი ყვითელი. კი, ზუსტად ოღონდ პროექტის დონეზე და სად და როგორ. ანუ ნაფიქრი არის მენეჯმენტის მხრიდან. მე რომ ტოპ მენეჯერი ვარ და მინდა შევიდე ვნახო რა ხდება, შევიდე და ვნახო რა ხდება და ისევ user-ის პერსპექტივა, კი. ძალიან საინტერესოა. და თვითონ პროდუქტებზეც ხო რომ მოუყვა მაგალითად CRM. ეხლა ნერგავთ ერთ-ერთ დიდ ქართულ კომპანიაში CRM-ს. რითი განსხვავდება ხო სხვა CRM-ებისგან? არის CRM-ის ნაწილი client facing ნაწილი, ხო? მაგალითად როგორი რა მიწერე, იმან რა მოგწერა, როდის დაეკონტაქტე, ხო, რაღაც ეს პროცესები, რაც სტანდარტული CRM-ის რაღაცაა. მაგრამ მე ამ სტანდარტულ CRM-ს ხშირად აქვს ხოლმე back პროცესები. მაგალითად შეიძლება თუ ბანკის მაგალითია, რომ underwriting-თან უნდა გაიარო, დაგიმტკიცოს ესხის პირობები. და თან პარალელურად კლიენტს ემუშავები, თან პარალელურად უკან back-ში ემუშავები ერთთან რამოდენიმე დეპარტამენტს. და ამის ესე ვთქვათ დაქორწინება, რომ client facing soft-მა back-ის პროცესებიც აკეთოს და back პროცესებიც ოპტიმალურად ამუშავა, ეგეთი რაღაცა მე მგონი არც არავის არ აქვს და მანდ მოახერხა. ანუ ფორტეპიანოზე ერთი ხელით დაკვრა, რომ ვიოლინოს გასაღებში ადვილია, მაგრამ უკვე მეორე ხელსაც რო ჩართვა და ორივე ერთად დართულდება. დაახლოებით ეგ არის, კი. დაახლოებით ეგ არის. ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ თუ საუბარია B2B ტიპის CRM-ზე, სადაც შენ გარდა მიყიდვისა რაღაცა back-ში პროცესები გაგასაკეთებელი, მაგის აწყობა თან ზუსტად შენზე მორგებული ხდება Monday-ში. სხვა CRM-ებს ეს ძალიან უჭირთ. სხვა CRM-ები უფრო მეტად რომ კლიენტმა რა მომიმესიჯა, მე რა მიუმესიჯა, საიდან შემოვიდა ლიდი ეგ არის, ხო? ეგ არის.
ხო, work management-ს ვისაუბრეთ, ძალიან კარგი ფუნქციონალი აქვს დეველოპერებისთვის, თქვა ჯირას კონკურენტია. ის უფრო მხიარული მარტივი რაღაცა, მან ისეთი არის რაღაც მარკეტინგული, dedicated მარკეტინგული ფუნქციონალი, სადაც კომპანიებს უშუალოდ მართავ ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან საინტერესო პროექტია და რა თქმა უნდა ძალიან სულ ვითარდება. ანუ შარშან რაც იყო მანდეი, წელს სულ სხვა მანდეია, სულ სხვა დონის და რაც მომავალ წელსაც იმედია ესე გააგრძელება. ანუ ეხლა რო ყვები ამას ხო რაღაცნაირად აი ჩვენ ერთი დღე გუშინ არა და გუშინ წინ გქონდა Scrum Meetup-ი რა, პირველი Meetup-ი სერიიდან, რომელიც Scrum Alliance-ის მხარდაჭერით გაკეთდა და ეს commitment-ი გვაქვს, როგორც აქ მაქვს commitment-ი, რომ თვეში ერთი პოდკასტი აუცილებლად უნდა გამოვიდეს, იქ არის თვეში ერთი Meetup-ი და პრეზენტაციაზე რუკა გავშალეთ და ამ რუკაზე დასმული არის საქართველოს პირი რა, რომ ანუ რომ შეგეხედა ხო ეს უზბეკეთი, ყაზახეთი, აქეთ მთელი რეგიონი, ნუ ჩრდილოეთზეც აღარ ვლაპარაკობ, იყო ესეთი სტეპი და ანუ ამ Scrum Alliance-ის წარმომადგენლობა გადაძეძგილი რო არის დასავლეთში და სამხრეთში და ყველგან აი ამ ჩვენ რეგიონში არაფერი არ იყო და ეს სპინი და დროშა მოკლედ აი რა შეგრძნებასაც იწევდა ჩემში და ჩემს გუნდში მოკლედ მგონია რომ შენ და შენმა გუნდმა რაც გააკეთეთ რეალურად მანდეის რეგიონალური წარმომადგენელი რო გახდით და აქეთ ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით და სამხრეთით სტეპი იყო მანდეისთან მიმართებაში და ეს სიფერადი არ არსებობდა წარმომიდგენია რა შეგრძნება არის, როდესაც პოლონეთიდან ეს დროშა ადექი და აი აქ იალბუზი კი არა და რა ქვია, ყაზბეგის მის ძირში დასვი, ხო? ძალიან სასიამოვნოა ნამდვილად. მე შეჯამებისკენ მინდა წავიდე ზურა და ძალიან დიდი მადლობა გითხრა პირველ რიგში რომ გამოძებნე დრო, მართლაც ჰაერიდან ჩამოგიყვანეთ, რასაც ქვია და მაყურებელს მინდა უთხრა, რომ მართალია მეხუთე ეპიზოდია, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი სპიკერი და ბევრი მითაფი და კონფერენცია და რაღაცა უკვე დავაგროვე და მქონია ადამიანებთან მოწვევის მოკლედ გამოცდილება და ზურას წყალებში დაჭერა იყო ძალიან რთული და მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ სურვილი, ანუ თავიდანვე გამოთქვა, აი უდროობის გამო რაც ძალიან დასაფასებელია, რომ ჩვენ ეს მაინც შევძელით. სანამ დაგემშვიდობები, აუცილებლად უნდა დაიბარო ანდერძი, მოკლედ იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენ გვიყურებს და შენ დღეს ჩვენი დაკვირვების ქვეშ მოგაქციეთ როგორც წარმატებული პიროვნებაც და წარმატებული მეწარმე, ხო, დამფუძნებელი, თან ძალიან განსხვავებული ორი ინდუსტრიის, ხო, რეალურად აქეთ რაღაც ესეთი ბიზნეს პროცესები, ოპტიმიზაცია, project management-ი, აქეთ CRM-ი რაღაცეები და მეორე მხარეს არის ძალიან hard რაღაცეები, რომელსაც ჩამჩა აგური და ასე შემდეგ ჭირდება უამრავი ვენდორით და ძალიან დიდი რისკებით, ხო? რას ურჩევდი ლიდერებს დაფუძნების პოტენციურად მსურველებს, საკუთარი სტარტაპის შექმნის მსურველებს, რა გაითვალისწინონ და რა დაეხმარებათ ამ გზაზე? ხო, ალბათ agile mindset-ი შეინარჩუნონ, ალბათ რა. იმიტომ რომ საიდან მოვა opportunity, როდის მოვა ეს opportunity, როგორ მოგიგაკუნებს, არავინ არ იცის. და როცა მოვა და მოგიგაკუნებს, უნდა იყო მზად რომ რეალურად აიღო და გადართარგმნო მე ეს უკვე ექშენებში. ამიტომ ღია გონებით და ყოველთვის მზად რომ რაღაც ახალი ცადო. და მე საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოდის. მოკეთ გაუმარჯოს ამ mindset-ს და თქვენს გისურვებთ ისევე როგორც ზურა მაგე თავიდანვე აღწერა რომ არასვენებს გამჩენ და თქვენს გისურვებთ ამავე გრძნობას, ოღონდ არ დაგავიწყდეთ რომ ამ ყველაფერს მოქნილობით შეხედოთ და agile იყოს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი, როგორც მიდგომა და როგორც დამოკიდებულება ზოგადად საქმის თუ ურთიერთობების თუ სამყაროს მიმართ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შენ და იმედია კიდევ შევხვდებით არაერთხელ სხვადასხვა კონტექსტში. აუცილებლად დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო.